ხართ აბა რას შევებით, რას აკეთებთ სახლში, რას საქმიანობთ, მომიყევით და მიკომენტარით როგორი დღეები იყო ეს დღეები თქვენთვის, ან რას აკეთებდით. თან ძალიან არის კოვიდი გავრცელებული ყველგან და ცოტა ისეთი დაძაბული სიტუაცია. მოკლედ, მინდა ცოტა რამ გიამბოთ ჩემს შესახებ, როგორ მოვედი თქვენამდე. ესე იგი დავიწყებ სულ თავიდან, ანუ ვეცდები რომ ძალიან მოკლედ მოყვე და ვიდეო არ გაგვრცელდეს. დავიწყებ თავიდან, რომ თავიდან სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ჩავაბარე ილია უნიში ბიზნეს ადმინისტრირებაზე, ავიღე 50%-იანი გრანტი და მოკლედ რაზეც მინდოდა პირველი რაც მეწერა, იმაზე მოვხდი. შემდეგ რამდენიმე სხვადასხვა სერტიფიკატი მქონდა, რაღაც პროექტებში მივიღე მონაწილეობა, პატარ-პატარა სამსახურებიც მქონდა, ანუ მეორე კურსიდან აქტიურად ვიყავი ჩართული ყველაფერში. ამ სხვადასხვა საკითხებში, სხვადასხვა ღონისძიებებზე, სხვადასხვა პროექტებზე, სხვადასხვა სამსახური მქონდა პატარ-პატარა და მოკლედ ესე დავიწყე მოღვაწეობა სხვადასხვა საქმეში აქტიურად. უკვე მესამე კურსზე რო ვიყავი, შევადგინე ეს სადაც მიმუშავე, სადაც ამიღე სერტიფიკატები, ყველაფერს ამას მოვუყარე CV-ში თავი და გავაგზავნე რამდენიმე კომპანიაში. ცოტა რაღაცა სხვა სამსახური მჭირდებოდა, მივხვდი. მოვედიდიკ. მოკლედ, რამდენიმე კომპანიაში ხო გავაგზავნე CV და დამიკავშირდა რამდენიმე კომპანია. 3 თუ 4 გასაუბრებაზე ვიყავი, შევაჯერე ერთი კომპანია, სადაც მივედი გასაუბრებაზე. მეორედ და ფაქტიურად ეგრევე სტაჟიურად ამიყვანეს და ერთი თვის შემდეგ, კარგად მახსოვს, ერთი თვის შემდეგ გავფორმდი როგორც უკვე სრულყოფილი თანამშრომელი, მეც მომეწონა ის სამსახური, სადაც უკვე 8 თუ 10 წელი გავატარე, სანამ მარიამი დაიბადებოდა მანამდე. და მოკლედ შემოვრჩი ამ სამსახურში საუკუნე, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად ვიყავი ამ სამსახურში ჩართული, თავიდან დავიწყე რაღაც ნახაზების გაკეთებით, შემდეგ უკვე ჩავერთვე ცოტა ბუღალტერიაში, ცოტა სალაროში, ცოტა ფულთან მქონდა შეხება, ცოტა მომარაგებასთან, მოკლედ ეს ყველაფერი ავითვისე და ძალიან კარგად მახსოვს პირველი ხელფასი ავიღე 220 ლარი და იმდენი ვიშრომე და ვიმოღვაწე, ასე ვთქვათ, ამ სამსახურში, რომ ავედი 2000 ლარამდე. მერე დაიწყო ცოტა კრიზისი იყო ამ უბრალოდ როგორი სამსახურია, იცით? ანუ რასაც მეც იმუშავებ, მეც გააკეთებ, რეალიზაცია თვის ბოლოს უფრო მეტი იქნება კომპანიის და იმ რეალიზაციიდან უფრო რაც მეტია შემოსავალი, მეც გიყოფს თითოეულ თანამშრომელს, ამიტომ ეს არის სტიმული იყო ჩემთვის, რომ მეტი გამეკეთებინა, რომ ხელფასიც მეტი ამეღო და კომპანიასაც რა თქმა უნდა მეტი მოგება ჰქონოდა. ფაქტიურად ერთი ოჯახივით ვიყავით და დღემდე ვართ, ბევრი დავთნათესავდით კიდეც ამ სამსახურიდან, ბევრი ძალიან კარგი მეგობარი ყავს. ერთი ოჯახივით ვიყავით და დღემდე ვართ, ზოგის ბავშვის მარიამის ნათლია არის, ზოგი ჩემი თანამშრომელი, ზოგი სნათლია მე ვარ და მოკლედ ზოგი მეგობრობთ ძალიან კარგად, ძალიან ახლოს ვართ ოჯახებით და ასე შემდეგ. აი ესე მოვედი აქამდე. ჩემი მეუღლეც ამ სამსახურში გავიცანი. რო დავოჯახდით, პირველად რო ვიყავი ფეხმძიმედ, ვინც უყურებთ ჩემ ვიდეოებს, იცით რომ ეს ვარსულობა ძალიან ცუდად დამთავრდა, ანუ მე თლივს გადავრჩი, ბავშვმა ერთი დღე იცოცხლა და ანუ იმ ყველაფრის მერე აღარ მინდოდა სამსახურში გასვლა, მაგრამ ისე მოხდა, რომ გიორგის დახმარებითაც, ანუ ჩემი თანამშრომლების მეუბნებოდნენ, რომ ანა გამოდი ეს გამოხდიდან მდგომარეობიდან და ის ახმოვა ჩემს იმას. მოკლედ გავედი და ნუ არ მინდა ხა რაღაც ცოტა ტრაგიკულად მოვყვე და ეს რაღაც წვრილმანებზე ჩავიციკლო, უბრალოდ ძალიან ზედაპირულად გიყვებით, რომ რაღაცა ჩემს შესახებ რაღაც საბეჭდილება შეგექმნა. მოკლედ ერთ წელში მარიამზე ვიყავი ვარსულად ერთ წელში და 11 მაისს დაიბადა 2021 წელს მარიამი, იმის მერე მალე ვფიქრობდი სამსახურში გასვლას, რომ აი 3 თვეში გავალთქო, 6 თვეში გავალთქო, მაგრამ ისე მოხდა, რომ შემოვრჩი უკვე 9 თვის ხდება და შემოვრჩი სახლში, მაგრამ არ ვნანობ, იმიტომ რომ ესე მე და ჩემმა მეუღლემ ესე ერთად ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ რაღაცა პერიოდი უნდა ვიყო სახლში და მივხედო მარიამს, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გიორგიც სულ მუშაობს, სულ დაკავებულია, მართალია კარგი შემოსავალი, მაგრამ გინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს და კარგი შემოსავალი გქონდეს, რა თქმა უნდა, ბევრი უნდა იმუშავა, ამიტომ არ მინდოდა რომ მარიამს მოკლებოდა ორივე მშობლის ყურადღება.
გიორგის აღამოს რომ მოდის, რა თქმა უნდა, გადართულია სრულიად მარიამზე და ერთი სული აქ ხოლმე მოვიდეს და ამიტომ ესაც ისე ელოდება ხოლმე და ისეთი სიხარულით ხვდება, რომ აი ვერ წარმოიდგენთ. ამიტომ არ მინდოდა რომ ესე ორივე მშობელს გველოდოს, მთელი დღე გველოდოს და ამიტომ ესე ერთობლივად გადავწყვიტეთ რახან გიორგის აქვს იმის საშუალება და ისეთი შემოსავალი რომ ორივეს მოგხედოს და ანუ მოგვაკლდეს არაფერი, ოჯახში იყოს ყველაფერი, მარიამს ჰქონდეს თავისი საკვები, ყველაფერი ანუ ნორმალში. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ესე ყოფილიყავი სახლში და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მარიამის აღზრდაში მივიღებ მონაწილეობას, რა თქმა უნდა. შემეძლო ამეყვანა ძიძა და დედაჩემიც დამეხმარებოდა და დედაჩემიც გიждდება. ერთი დამყავს და ორი დიშვილი. ეხლა მესამეს ელოდება ჩემი დედა, გიждდება რა თქმა უნდა შვილიშვილებზე და რა თქმა უნდა თავიდან იმასაც ფიქრობდით, რომ ჩემ დედაჩემი უნდა ყოფილიყო მარიამთან, მაგრამ იმდენად მივეჯაჭვე, ჯერ იმდენად ველოდებოდით მარიამის დაბადებას, იმდენი სირთულე გავიარეთ, სანამ მარიამი დაიბადებოდა, იმდენი თუნდაც პირველ ბავშვზე იმდენი სიმწარე გვაქვს გამოვლილი, რომ არ მინდოდა, ანუ იმდენად მინდოდა, რომ ჩემი სიყვარული მალე მოშვილიყო და ჩავხუტებოდი. რომ ესე გადაწყდა, რომ სახლში უნდა ვიყო რაღაცა პერიოდი. მე რა თქმა უნდა მაგ ჩემი გეგმები რაღაცების გაკეთებას ვფიქრობ, მინდა რომ მქონდეს ჩემი საქმე, თუ სამსახურში არ გავედი, რაღაცას ჩემსაც აუცილებლად გავაკეთებ და მოკლედ ამ იმ 8 წლიანი აქტიურობის შემდეგ მინდოდა რომ ანუ არ მინდოდა რომ რაღაცა ისე პასიურად ყოფილიყავი სახლში. თავიდან ფიქრობდი რაღაცეების ძალიან გარკვეული ვარ საიტებში, რაღაცებს ვიწერთ, რომ რაღაცა ონლაინ მაღაზია გამეკეთებინა, გამოვიწერდი რაღაცეებს და იმას ვიზავდი, გავყიდიდი ონლაინ მაღაზიით. მოკლედ რაღაც პერიოდი ეს ჩემი გეგმები გადაიდო, არ გამიკეთები, არ განვიხორციელებია, მაგრამ სამომავლოდ რაღაცას ვიზავ, გავაკეთებ. და ნუ რა თქმა უნდა სახლში ვარ და იმ აქტიური 8 წლის შემდეგ მინდოდა რაღაცა ხალხთან ურთიერთობა ისევ და ამიტომ გადავწყვიტე მოდი რამდენიმე ვლოგერს ვუყურებდი და სულ მინდოდა დაახლოებით 2 წელია სულ ვფიქრობდი გადაღებას, მაგრამ სამსახურის გამო ვერ ვახერხებდი ამის განხორციელებას, ამიტომ ახლა რახან სახლში ვარ, ცოტა დრო მაქვს ხოლმე რომ ჩავწერა ვიდეოები. ამიტომ გადავწყვიტე ამ ვიდეოების გადაღება. და ესე ვარ თქვენთან ერთად და ვიღებ ვიდეოებს. ძალიან კარგი გამომწერები მყავს უკვე. დაახლოებით 200 გამომწერი მყავს, ცოტა მეტი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველა არის ძალიან განსაკუთრებული, ყველა ხარ ძალიან განსაკუთრებულები და რატო გეტყვით ახლა. თითოეული ადამიანი, რომელიც შემომიერთდება, ყველა მიკომენტარებს, რომ აი წარმატებებს გისურვებ, მთელი გულით გისურვებ წარმატებას, აბა შენიცი, მაგარი გოგო ხარ, შენ გამოგივა ყველაფერი და ისეთ სტიმულს მაძლევთ ხალხო ვერ წარმოიდგენთ. წარმოიდგინეთ 8 წელი მუშაობ ძალიან აქტიურ სამსახურში და უცებ ხარ სახლში. მართალია ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთან, მარიამთან ერთად, მაგრამ ადამიანს ჭირდება მაინც ის რაღაცა ადამიანის გამხნევება, გვერდში დგომა და აქტიური რომ დარჩეს ისევ და იყოს თვითრეალიზებული, რაღაცა გეგმები დასახოს, სამომავლოდ იფიქროს ბევრ რაღაცაზე და ასე შემდეგ. ამიტომ თქვენ მაძლევთ ამ мотиваციას და ისე მიხარია თითოეულ თქვენთაგანს ვიმახსოვრებ ყველა ვინც ახლა შემომიერთა, ყველა ვიცი სახელით, ყველა მახსოვ ხართ და იმედია ძალიან ბევრი გამოწერი ოდესღაც თუ მეყოლება. ყველანი მემახსოვრებით და კომენტარებს ვცდილობ კი არა, ანუ ყველას ვცემ პასუხს, იმიტომ რომ ეს მაძლევს ძალიან რაღაცა დადებით ემოციებს. სულ რომ დღეში 2000 კომენტარი შემომივიდეს, იმედია მალე ესე იქნება. თქვენი წყალობით, რა თქმა უნდა, ყველას გავცემ პასუხს. არასდროს არ დამეზარება, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე ვიდეოების გადაღებისა, ჩემ ოჯახს, დედა, ჩემს მამა, ჩემს და სანუ ყველას კამერით სულ ვესაუბრები და ყოველ დღე ხო ვერ ვნახულობთ ერთმანეთს და მარიამს სულ კამერით ხან 1 საათითაც ვაიბერში ან WhatsApp-ში სულ კონტაქტობთ ხოლმე, რომ ის შეგრძნება არ გქონდეს, რომ რაღაცა ცოტა მოშორებით ვართ, ამიტომ
ამ ყველაფრისა მიუხედავად ამდენი მეგობრები ბარი მყავს და ყოველდღე ვკითხულობთ ერთმანეთს, მესიჯობთ, მაინც ყველასთვის გამოვნახავ დროს. ყველასთვის გამოვნახავ დროს, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩემი უმაგრესი ადამიანები, თქვენ ხართ ჩემი სტიმული. თქვენ უკვე გახდით ჩემი ცხოვრების ნაწილი, ჩემი მეგობრები, რომლებიც ბევრი დამემატნენ Instagram-ზე და ისე მიხარია, ბევრი ძალიან კარგი გოგო გავიცანი, რომლებსაც ყავთ ასევე პატარები და არიან დიასახლისები. ძალიან მიხარია ეს ყველაფერი და ძალიან აი როგორ გითხრათ ისეთი დადებითად ვარ ხოლმე, დადებითად დამოხტული, რომ ვერ წარმოიდგენთ. ეხლა ხანს მაგალითად ერთი გოგო გავიცანი, რომელიც ორსულად არის და პატარა პრინცესას ელოდება და 7 წელი ველოდებოდით შვილსო და ირო წარმოვიდგინე. მეც ხო პირველზე ისე დამემართა და ვერ იმას ვქენი. მონატრებული ვიყავი შვილს და ამიტომ წარმომიდგენია როგორ უხარია და როგორ ელოდება თავის პატარას დაბადებას და ამიტომ ვუსურვებ უდიდეს ჯანმრთელობას და მინდა რომ ძალიან მაგრად იყო. ყველაფერი მაგრად იქნება, მალე შენი პრინცესა გეყოლება და შენც ჩემსავით ესე გახარებული იქნები. ეხლა კი მინდა რომ დაგემშვიდობოთ, მე მგონი ცოტა რა მოგიყევით, მე ნენელა ყველაფერს მოგიყვებით, რაც დაგაინტერესებთ. როგორ ანუ რა გეგმები მაქვს ნენელა ყველაფერს გაგაცნობთ. მადლობა რომ ხართ ჩემთან ერთად, მადლობა იმას, ვინც ამ ვიდეოს ყურების შემდეგ კიდევ ახალი გამომწერი დამემატებით. ყველანი ძალიან მაგრები ხართ, თქვენ ხართ ჩემი სტიმული. დიკა. მოკლედ ჩემო მეგობრებო, გემშვიდობებით, ძალიან მიყვარხართ და ძალიან მაგარი ადამიანები ხართ და ძალიან მაგარი გოგოები ხართ. დროებით.